ბანის ვუთხარი დააგვიანე შენც მეთქი, იმიტომ რომ მეც ვაგვიანებდი და რა თქმა უნდა დამიჯერა. ხო, მაგრამ ძალიან როლებში შევიდა და ეხლა ძალიან აგვიანებს უკვე ზედმეტად. მეც კი არ ველოდებოდი ესე თუ დააგვიანებდა. უი, გოჩა. ვერ ვიცანი. ოპა! რა დრიფზე ხარ? დრიფზე ვარ? მეც ვერ გიცანი თავით. დრედება დავწვა? დაიჯე წავედი. მართლა? ვაიმე რა მაგარია მეშინია ღმერთო. აუ, გთხოვ, ოღონდ კამერა არ გადამაგდებინო, გეხვეწ. ხეხები აი ნახე. სად? ხო. ვაიმე. ამედით. არა! მოიცა, ჯერ არა. კამერას ხო არ გადამაგდებინებს. ძალიან არ ქნა, მიდი. ნელა. ვაიმე დედა. დავრეტიანი. რა გიხარია რა? რა ხდება როცა სავდება? ხალი და სეც. ჩემ ბრალი არა, ბანი რო აგვიანებს. Flashback. ბანის ვუთხარი დააგვიანე შენც მეთქი და რა თქმა უნდა დამიჯერა. ერთი დამაგვიანდება უთხარი ბანისო. და ბანი მათი წუთი კიდევ წუთზე გადაამრავლა. დროფულია. რომელზე გაქვს ლაივი? დროფულია. ქალები, თვალები, ვალები. ბანი მაინც უნდა იწოდეს. ბიჭო, რომელზე გაქვს ლაივი? 7-ზე საუნდჩეკი და 10-10-ისკენ რა. 10-ისკენ თუ გაქვთ რა გეჩქარებათ კაცო. დიდი ამბავი ახლა საუნდჩეკი რა გინდათ? ოპენიერი ხო არ არის? საჩაურტყა. გინდა კიდევ ვიკატავთ. კი, არა. მოდი ოფშა ხანას დაგაფარებ და წადი შენი გატოვე. გარშოკი. აი პროსტა ანახე ახლა, ეს ანახე ახლა. მარტო თვალები გამოვიჩდება, ხო? ჩემ ახლობლად დაემართა, პატარა ავარიაში მოყვა რა. და ეს შლემი ეფარა დიდი ზომის და დიდი ზომის შლემი არ ვაკდა რა. და პატარაზე გასრიალდა 40 მეტრი იყოფა სახით რა. და ტიპები აღებებას ცდილობენ თუ რაღაცა და ეს შლემი მოუკრიალდა და აი ეს შლემი ქონდა ეს. ვერაფერს ვერ ხედავს ტივი და ესენი დაიწყო. რა სიტყვი ოფენიერზე? ოფენიერზე? თბილისი რისი ქალაქია? როგორი იყო? ოპენიერული. კომენტარებისგან თავი შევიკავოთ. აი ესეც ჰეითერს მეძახიან ხა რაღაცას მიტყვი ხო ვაფშე. არავინ არ გეძახის, პირიქით ევასები ხარ. არა, ჰეითერი ვარ, პროსტა პროფესიონალური ჰეითერი. ანუ იმის გარეშე არ ჰეითობ, так ქვია. მიზეზისგან ბაზარი არა. კაი, კიდე რას ჰეითობ? ბაბა გითხარი, მოგვიყევი, რაზე და ვიზე ჰეითობ მიზეზით? ვეგანებს, იმიტომ რომ სცენარებსაც ტკივათ. ჩემი საჭმლის საჭმელს ჭამე და მე რა ვქნა? თუ ჩემი საჭმლის საჭმელი გათავდა და მე ჩემი საჭმელი გათავდა შედეგად. თქვენ იცით, რაზე მეპატიჟებოდა ეს ბოშ ბატონი? ხარის ხორცზე, ბიჭო, ხარის. ხარის ხორცი წავიდა აქ. არ ვჭამ მეთქი, წითელ ხორცს ხო და ტიპა ყველაზე წითელი ხორცი გამიძრო. Hell no. და მე გამოვაცხ. Yes, აი, იცის. ჩემს ვლოგებში ყველაზე მეტად რა მოგწონს? შენს ვლოგებში, ხო, ჩემი თავი, რაღაც თესლ კომენტარებს მიწერენ. ეს თესლი ტიპია და როგორ რაღაცა იცი შენი ვლოგები, ანუ ვიღაცამ რაღაც რომ მკითხოს სხვა თემაზე, ну შეიძლება იქ დავფიქრდე და ის დასტოინად იყო, ხო? რაღაცა და შენ რომ მეკითხები, ანუ ვიცი რომ ჰიპ-ჰოპზე უნდა მკითხო, რეპზე, იმაზე, ამაზე და ეგენი ვიცი რა, ანუ შემზადება და ისინი არ მჭირდება, ხოლმე ხარ. და სხვათა შორის არ ვიცი ბოლო ვლოგი ნახე თუ არა, მაგრამ ეგ არა, ჯერ არა. PvP-ს ბოლო ვლოგია ამ მომენტში და სხვა ამბებში გადავიღოთ ჩვენ ცალკე ვლოგები. ბაზარი არა. ივენთებზე და ასე შემდეგ. დღეს ივენთზე ხო არ მოვიდეს შენ? ფანტასტიკური დღეს. დღეს ვერა მე აქეთ უნდა დამეპატიჟებინათ მამაჩემის გამოფენაა და ხელოვნება და მხატვარია. მხატვარია? პროფესიონალი. რა არ ვიცოდი ახლა. არავინ არ იცოდა, იმიტომ რომ მე არ ვამბობ, ხო? არ ვიცი. აუ გამისწორდა. ცხოვრება იმას ასე. ტივი იუთუბერობს ისა ესა მიშვი გააბაზროს რაღაცა და მამამი არე ხომ გავდეს ტიპს 500,000 გამომწერი ყავს და რაღაცებს გჯახირობ და ტიპი არავის არ ეუბნება. არა შენ არა ეხლა გითხარ დაგვიანებით რა 20 წელია ვიცნობ და შემთხვევით გასწო რაიმე outfit check ბეთლებზე რა სიტყვი რომელი ბეთლი მოგეწონა ამ სეზონის რა თქმა უნდა შენ რომელი ბეთლი მოგეწონა ხო ერთი ბეთლია კაროჩე
ძალიან controversial რა ასე ვთქვათ რა. DM-ში გამოგიგზავნა. ძალიან საინტერესო ბეთლია. ეს რა ყოფილიყო მაგრამ არ გაიჩნდა. მე ხო პოლონეთში ვიყავი და ვერ გავიჩნდე და მე ისიც ვერ მოვახერხეთ რომ ამოჭრილი კარდონით ჩემი კარტი გავოს. მინდოდა ხო იცი ბეთლია და ამოჭრილი კარდონი შეეზია ეს. ჰოლოგრამი. Просто კიდევ კაი არ ვქნით, იმიტომ რომ ადგილი არ იყო. დაცვა უნებოდა ჩემს ბაკაცო სცენიდან ჩადიოდა, ადგილი არ არისო და მე დაცვას ვთხარი რომ მეთქი შენ ჩადი მეთქი. რომ ადგილი განთავისუფლდეს. ეს მომაქვს მომდგარი რა. აბა მე ვნახო. მე მომიხდება ჩემი აზრით oversize მე ზონა მოგიხდება ძალიან. ბიჭო, ხარი ჩამომიგდო რამ ხელა, მიწაში ჩავედი რამ მიწაში ჩაყო. დროზე თუ არ მოვა მიწაში ვინ ჩავა, მე კი ვიცი მე. წვი როგორ მოხდა? აღარები გაქვს? კი, შიგადაში, მაგრამ 14 წლიდან ახალი არაფერი. 14 წლიდან რატო? წვეჩი არ ვიცი მართლა. ერთი ჭაღარა მაქვს. რამდენი ხარ შემახსენე? 19. აი ეს ორი როჯო ყავს. აი ეს და ეს. იმაში რომ მქონდა. და ძიმა. Циклишка? Хуй её знает, Дима. ჩვენ იცი რამდენი ხანია მოსულები ვართ, უბრალოდ ვლოგს ვიღებდი. თმით ვერ გიცან. ხალხო გაიცანით იაკობი, ვიდეოგრაფი. ხო. ჩემი ტექნიკა. Yes. კინოებს ვიღებ უკვე მე ფილმებზე გადავიდე. ჰოლივუდშიც, მალე. ოპა. როგორ ახარ? კარგი შენ. გულშემატკირო დღეს. ვაი, მე შენ. მე შენ ძალიან ასე ვთქვათ დიდი ბლეფი შეგიძლია რომ დადგე ნებისმიერ თამაში ბლეფიც ნათამაშები გაქვს და დღეს მოვითხოვთ შენგან ძალიან სტრატეგიულ ბლეფს. ხო, მაგრამ მე ძალიან გულწრფელი ვარ ზედა. არ უნდა იყოს არ შევიზი. შენგან ყველაზე მარტივად ადამიანს მოწყობა შეუძლია მაშინ, როცა ტყუილს არ ელოდებიან მისგან. ასე რომ შენ დიდი ჩუმად არ გაიგონ. აი გოჩა. ჩუმადო. შენი აზრით ამითმობენ გოგო რო ვარ თუ ამჯერად ფულზე რომ რა მიდის? თქმა უნდა არ დაგითმო. რა თქმა მადლობა სიმართლისთვის. როცა მე შენზე მადლოსანი ორჯერ რომ ვახსენე, ამის გადამიარე იქ გაჩერდა. ნუ ეხლა დაგჭირდა. მანდილოსანს დაუთმოთ. მე ესეთი მაინც იმ რაღაც ის არა, კაი არის შე რო იწევი. აქ ამონაცდება რა, ნაცია რომ მეჭყვა. კარგი, ეს მანდილოსანი აღარ გინდა. მე როგორც მანდილოსანს ყველაფერში პირველი ვარ, ესე იგი, ყველა რაც უნდა შენ როგორც მანდილოსანს რაც არ უნდა იყოს ყველაფერი. ატარებენ წინ გოგოებს ატარებენ. გოჩას ფულის ენაზე უნდა ელაპარაკო მარტო. ძალიან საშიშია. რეკა უპასუხი, არ გიხარ? კოჩოს უპასუხობს, просто უნდა იცოდე ვის უნდა გირეკავდეს რა. ღამის 4 საათზე ურეკავს და და პაპასუხობ ხო. ეგაა მაგარი. მაგრამ აგერ წეგა ნახე, ბიძაშვილმა გამირეკა. რომელი ბეთხი მოგეწონა ყველაზე მეტად? რაც კი ყოფილა. რაც კი ყოფილა ზოგადად, აი ეგრე ერთს ვერ გამოვა. აბა, 3. არა ერთი ძალიან დამევას, ვერ დაძვრები, არა, ვიდით თქვი. 3. ენაის და პელი აუწ. აუ, გამანებე, არის. ეხლა დამევასა, წერან ვამბობდი გროტასკას და ნეკისლოუს, გროტასკას კი. გამოვარჩევდი და მესამე ტაჰადაბანი ხომოდიან. ხო. ხო და ტაჰადაბანის არ შემდგარი, რომელიც დაიგეგმება მესამე ეგრე. მომავლის ბეთლი. კონტრასტს ველოდები რა, კონტრასტ რა, კონტრასტ თუ კონტრასტს. კონტრასტსაც ველოდები, მაგრამ კონტრასტ შეხვედრას ველოდები რა და ის დარწმუნებული კიდევ უფრო მაგარი იქნება რა. რატო არ სექსისტი? შეხედე რა მემსმან. ეგრეა. ანუ ესეთ მიმებზე გეცინება ბიჭო კიდე ამასაკში? გოჩა რა სიზამ დღეს? დავსიზა რა იყო მარე აზარტული ტიპი ვარ გაყოფ ფულს? გავყოფ ფულს? კი, აი კუში თუ დაიდო გავყოფ. აი აქ ფიქსირდება რო რა. კი, კუში მე თუ რა დაიყო. მოიჭრება თუ შენი გველე? თუ დაიდო. ნათი შენი ბრალია რობანი აგვიანებს. კი, ბუდიში. მე გადავი უთხარი რომ იქ არა, მასე ძალიან არ 15 მიჭრავს. წუთიო. ხო, გაგიკვირდება და გოჩას ბუმერობა მიყვარს. გაგიხარდა? რა საკეთ? ვაიმე, მოსაკლავი ხარ. კაი. ძალკე კომუნიკაციური ენა აქვს როგორც ვიტები და ხო, ჩვენ ეს ახალია, ხო? მანახება. ზეზე მქონდა მთელი გზა. ჯო, გავაგზავნებ თამაშს. ანუ, აი, ბანძი ტიპი ვარ სახში წავედი სამგიზო. ხო. ხო, გავაგზავნებ თამაშს. რატია რო კუში მოტე. გაკოსრია. თავი. ვის გააგდე? ვინტრიკონიო. ის ჩემი ბატის მიმოხილვარ გააკეთე. აუ, ჯერ მეთქი, ჯერ. მოიტყუები და არ გამოგივა თუ ვერ მოიტყუები.
სიტუაციას გააჩნია 2x თუ მიდევს მოიტყვევით ვარ მოიტყვევით აღიარე რამე სტრატეგია მოიფიქრე შენ წინ საერთო არა არაფერი არა როგორ არა გვაქვს სტრატეგია ვიყოფთ ხო ორი მეგრელია შესაძლოა ხუთუნია გოგო გوانი სვანი ეს არის მეგრელის ებრაელის და ყველაფერია ტიპი შენი აზრით ყველაზე მეტი შანსი ვისაქვს გამარჯვების და რატომ? ჩემი აზრით ყველაზე მეტი იღბალზეც არის აქ დამოკიდებული და სტრატეგიულ აზროვნებაზეც და ყველაზე მეტად რატომღაც გოჩას გონია რომ შანსი ტიპია ეგეთი რა უყვარს ეს აისაც არ გიყვართ იმენა რატო გადაწყვიტე ესე მოულოდნელად ამდენი ტატუს გაკეთება? ნახე, შეხედე. მეუნებოდა დედა ჩემი მან თავი არ გარიო აი ეს ახალია. ხო აუ ეს ანისა ანახე და ნელა რა ეს სტილი არ არის 20 წელიწადში ეს ქაირესის რაღაცას გავს სტილს. არისტოტელე ახატია არისტოტე. როგორ მოგეწონა ბოლო ვლოგი? აუ ძალიან მართლა ძალიან მომეწონა შენ უყურე ტატუს გაკეთების დროს და დღეს უყურედელი ჭამის დროს ნაგეცების ჭამის დროს გური აგიჩუყდა? არა გაუბრაზდი ჩემზე? არა შენზე არა არა უშავს ჩვენ ხო ძალიან ბევრ ვლოგს გადავიღებთ ერთად. კი მაგრამ იქ ასწორებდა იქ შიდას ყველა ერთად. აუ ჩაუწიეთ რა. რაღაც ლაივი მაქვს მე დღეს მე მგონი აუ ხედი რაღაც ლაივი აქვს და არ იცის მაგარი კაცია. ხო რის თქმა გინდა? ხო რა მჭირდა თქო ბლოგში რა გჭირდა მართლა? მოგერ ხასიათზე ვიყავით რა ზარ. ვნახე მე საუნჩეკებემ ვისრდილში ვარ ჩემი საყვარელი არის მესამე სეზონის ჩემპიონში ვხვდები და მე მეოთხე სეზონიც გულ ნათია რაღაცა მიკითხე კიდე კარგია რა გახსოვდა ეგეთი აკუნტრუშებული რო იყავი? არა და ანუ იმ ხელა ბლოგია რომ ხმა 4 ჯერ შევიჭერი მე მგონი ანუ ერთ ბლოგში ჩვენი ბეთლი უთხარი უკვე მაყურებელს როდის ანონსთ ოღონდ აკაპელაში ანუ მე ხალხი კომუნიკაციური ენა აქვს ზოგადად მუსიკალური ტიპი არ ვარ და აკაპელაზე დავთანხმდი რა რაღაცა ტექსტ მოვიფიქრებ ხარ ეს კი მოიფიქრებში როდის დაიდება ეს ბეთლი? ორშაბათს იდება ხო 20 არა ჩიპი არ არა მე შენ გავსწავლდი ფოკუსებს ბავშვობაში მართლა? აი კი როგორ არა ბავშვობაში ეხლა ხო ხარ დიდი არ გადაო ვაი და რაღაც კარტებს მიწერდი იმიტომ რომ შენ მქონდა და მეც მინდოდა ეგრე მცოდნა და შემდეგ ზო გადავეკეთებით მე შენ ნათიას ვუჩვი ვიტყვი რომ ძალიან მაგარ კარს გაჩუქებ ნათიას ვაჩუქებ რაიმე ტარაკანი ობობაი რაღაცა ეგეც უკვე ძალიან უყვარს ზოგადად მწერები შენ გადაუსმიდი არა შენ გადაუსმი რაიმე ობობა ვიწყებთ ვიწყებ ბალიში გაქვთ რო რამე ტაჰარა სიტყვიცი თამაში არა ხო შენი აზრით მოიტყუები რომ დაგჭირდა ეს აუ რა ვიცი თუ პატიოსნად ითამაშებ პატიოსნად უილზე თამაში როგორი თამაში რა ვიცი ფულის გაყოფაზე რო წავიდეს თემა არა უეჭვედი გავა ვიცი აი ჭვიც არ მეპარებოდა yes მის თემა ენძალოა დავაი დღეს სად ვიყავ ამა კი ნათიას ლოქში ნათიას ლოქში დღეს სრულიად ახალ დაძაბულ და ემოციებით წავს ეს თამაში კარგად დავხდი რომელ მოთამაშეს გააკეთებ რადგან ამ მოთამაშთან ერთად მასთან ერთად ასე ქართლის თამაშს დავხდი თუ გაგوارთ მე ენა ის გავუწყოთ არა მოდი ზოგი ასე ხო მე მახსოვს ენა ის ვიხარ რომ მარჯვენა არ ვიცი მე და ვითვალის და ოკეი 279 ლარი 78 ლარი და 19 ცენტი ეს არის 123 ლარი 50 და 7 ლარი 199 ლარი და 99 და x-ი გაიხსნა ეს არის ლარი და 70 გიგულავი და x-ი ჯერჯერ ფორული აბა ნახოთ ლარი 70 რა ეგრე და 70 იყო ხო
X-ის შემთხვევაში გაიყო. ერთი ბარათი მოწდა და ვიც კიდე რომ გავაკეთეს. არჩევანი გააკეთეს ჩვენმა მოთამაშეებმა, ნახოთ პირველ რაუნდში ვინ გაკეთეს. ნეტა ვინ? რადგან საინტერესო, მაგრამ პირველი ხმა ბანის. მეორე ხმა ფადეგრეც არ გავიცნობდი ნათესალია. ზათუ ფრეიქნე და მაშინ და კიდევ ერთი ხმა ნათი. მადლობა იხრეთ ეს ამაგდეს ძვი იყო გავარდნა. არ გიჯეროდა ჩემი ახლა ესე რომ მე? აი მე ბანის ამჯეროდა უკვე. ხო არა? შენ როგორ გამწირე შენ? შენ როგორ მატყუებდი შენ? მაშინ ესე შემოგიდევე. მარტო შენ რა შეგიძლია მეგრული ხოდი ძმაო? მომინდომა ახლა. შენ ხო გურუ? 2x-ით როგორ ხარ ვაფშე? გაწი. პატრიკის მოსი დამიფიქსირე რა. რა მაგარი. ეს ხარ ხო? ჩილგაი. არა ეს არ ვარ. პატრიკის ნასკი და. ხო. მაქვს კერა. და რატო იყავი მაშინ კარხასიათზე ბოლო ვლოგში? მე რა ვიცი. დაკითხო. არა, კაია, პირიქით დამომწოს გაგწელე ეკრა. ვინ მოიგებს თქვენ შორის თქვენი აზრით? მეგობრობა მოიგებს. აი მას. სახინყე და ჩინელები გოლდება. აი ხო გადაო. ყაზახები არიან სინამდვილეში. ვიცი. ვიცი რო არ გადაო. ნათია ვინ მოიგებს? შენზე გაბრაზებული ვარ. ან გოჩანტაჰა. მაგრამ შენს Google შემატკირო. არ ჩავიტოვებ გულში ბრაზს. დიდი ციფრები რატო ვარ? უაზრო დიდი ციფრები. მართლა დიდი ციფრი მქონდა 526. ხო, მაგრამ მეორეც უნდა მიგებულებინა რაღაცა ეგეთი გოგო. არა, მე დავეწვებოდი. აი, გავარტნას დაწვით ბრძოლა ბოლომდე გოგო, ბოლომდე. ასყოს რატო არ ჩააჭირე კიდე ისიც იტყუება და ესეც. ხო. მეგრელი სომეხებრაელი ერთად აი ეს არის. ხელი ახლა მენთვის ფანხები ჯობია რომ დაიმახსოვროთ. ფანხები ჯობია რომ დაიმახსოვროთ. ამას ვებს. ბან აი ეგრე იცის. მუხლთობამ და მეგობრის ყალატ. ელზე ჩასწავლ თამაშობდი, გადაო. რა ქნას არ გამოსდის ტყუილი. შენ. რა მარტივ რამეს ვანიშნებდი არა და გოჩას და პროსტა ვაიმეცი. რო ანუ შეუტიე რომ ის აი და მე ძალიან მარტივი სიგნალი მივეცი გოჩას რო შეუტიე პროსტა რომ ახისთვის ვაუ ეფექტი ყოფილიყო და იმის მერე შეუტიე რაც თვითონ ხარ რომ ახლა უნდა გავაგდო იმიტომ რომ ახს თუ გააგდებო მე ახს მივცემ და ის საერთოდ არ ეულდებოდა იმიტომ რომ მე გოჩას ვაჭერდი და უცებ ახს ამოვიდოდი მაგრამ ნუ ვერ არა ასაკში ხო და კაიგე? ასაკშიაო, ვერ მიხვდაო შენზე. მოგიტანე ენა. შენ რა უპასუხე? ჩემზე სწრაფად თუ დარბის ეგ მოინტერესებს. ო. სამ თვალზე უბრალოდ ვაჭრობთ კამერას. 1 2 3 ეს არის. ორივე. ძალიან კარგ თავს. ჰეი, იკა გაგიკვირდა ხო რა დაინახე? ხო, მოსია. ხო, მივწერე. როგორ მოგეწონათ, აბა ჯერ რაც ნახეთ. თუ ეხა სამი წუთია მოვიდა. უი. ისევ ახალი მიზნები და იდეების დასტავლებდი ახალ დარაბეს მე ვერ ვიპოვნე სხვა გზა შენთან ერთად მაქვს მოგონებების დასმავი წარმოიდგინეთ ამ გრიფით სად შეიძლება რომ მიხვიდე. რა თქმა უნდა მუზეუმში. ხელოვნებას გაუმარჯოს ხო? დათო როგორ მოგეწონა? არ სვამ? საჭეზე. უი ხო. სასმელია და გამოვიკი. როგორი შევარდა, იცი? როგორ მოგწონს გამოფენა? ჩამოართვი ინტერვიუები? მა, შენი საყვარელი ნახატი რომელია? ვერ გამოარჩევ ხა? გუშინ ისეთი ამაჩუყებელი ის მომწერა ვაჟბატონმა ბოლო ვლოგი რატო არისო და რა ვქნა ჩვენ გარეშე და მეთქინო და მოვიყვანეთ ვერ ლაპარაკობ ხა ეგეთ რაღაცა.
გაგვიმარჯოს. ახალგაზრდა კონტრა იმდენ ჯერ გადგინა მგონი არ გამესტეჯობდა იცი სულ და იცო შენთვის გავხდიდებ three angel მიკროფონს ვერ შევალევი ჯობი არა მომკლან ტკივილს ვერ ვიზნავ და მაინც ტკივა ტვინის მახია დრო არაღად შეცვალა ჯერ ზევით არ გეძახიან შვილა შენ გაქვს მისია ამათ მარიციან ყველაფერი გამოვა თუ გზამს და გაქვს ამბიცია ისევ ახალი მიზნები და იდეების დასტავეცებდი ახალ დარაბეს მე ვერ ვიპოვნე სხვა გზა შენთან ერთად მოხს მოგონებების თავს მოვიხსენებ წინა ხამეს რადგან დღეს არ ვიცი სადვა ისევ ახალი ტრეკიდან აღწევ ხედავ და იქნება წინა ვიტომას what you mess up ის დამუღამეთ რომ ეს ნაჭრებისგან რაღაცა ელემენტებისგან არის ხო ეგრე არის აწყობილი აი ხოძე ვარ Yes, ხოძე. შენი საყვარელი საფირმო სიტყვა ხოძე. ნორმა. ხოძე. ვაუ, ჩემი. პროხტი. შენი მეზობლები დღეს მეორედ მოშინებენ. კაია ლოდინი, კაია. არ არის არასდროს საკმარისი თამთა შენი აბაროდი. გამარჯობა, ახლა მივდივართ Rhymes and Roots-ის ივენთზე, სადაც პირველი აკაპელა ბეთლები გველოდება ამ წელს და პელე და ჯიუნა, ჩვენი OG-ები იბეთლავებენ ახალ მონაწილეებთან. ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება არ გადავიღო ვლოგი ესეთ დღეს. ამიტომ განახეთ დღევანდელ ივენთს. რამდენი ყავს, ვისაც ანდობ თავს, რამდენი ყავს, ვისაც ანდობ თავს, რამდენი ყავს, ვისაც ანდობ თავს, რამდენი ყავს, ვისაც ანდობ როგორ ხარ? წარმატებები დღეს ამაინტერესოს. თქვენ შეფასებას როგორი გრძნობა ამდენი წლის მერე დაბრუნება? ნახო, საინტერესო. ხოძე ხარ? აი, იცნობ შენს ოპონენტს? საერთოდ? არაფერი. აბა რა დაწერე ფანჩლაინები როგორ არაფერი მოვიდა. ჩამჭრელი კითხვა. არ დაუსპოილებ ჟურია. ხო. ყველაზე მეტად გამიწყება რომ წავაგო და მოგებამოს. ყველაზე მაგარი. ხო, ვიცი. Chill guy. იმენა chill guy-ია. ეს არის chill guy. chill guy ხარ ხო? არა, stone guy. Stone guy. ყველამ ჯერ არ იცის რომ უკვე დავიწყე გადაღება. ხოძე ხარ დღეს? როგორი გრძნობა ამდენი წლის მერე აკაპელაზე დაბრუნება? აუ რავი, იბენ რაღაც ბავშვი გავიცითე რა. რაღაცები დაემთხო კიდე ის სიარ სახელი რო უნდა ჩააწერინო შენი ძმაკაცის რო უნდა შემოვიდეს და რაღაცები დაბრუნდა რა. შენს მეტოქეს იცნობ? არა, ეხლა რო შემხოდეს არ ვიცი თუ არ მეტყვის რომ ეგ არის არ ვიცი. როგორ მოხდა რომ დათანხმდი? ანუ არ ქონდა შენთვის მნიშვნელობა ვინ იქნებოდა? ჯო არა, რავი, დიცისთან მეგობრობ დიდი ხანია და საკმარისი იყო. თუ იცი ვინ ხვდება OG რეპერებს? მე ვიცი რომ პელე და ჯიუნა მოიგებენ დღეს. მაიკ, შენ არ გაქვს ნოსტალგია, არ გინდა რომ დაბრუნდე აკაპელებზე? რავი, შეიძლება რა, კი. ფინალზე რას ფიქრობ პიუპის? პიუპის ფინალზე? რისი მცხვენია? რომელ ეხლა რო უნდა იყოს? ვინ მოიგო? იყო? ვინები არიან? არ მინახია, არ ვიცი. ვინ არის? ვინ გამოდის? ჩემ ვლოგებში რა მოგწონთ ხოლმე? გულახდილობა. შენ მომწონ ხარ შენ ბლოგებში. იცი რასაც ლაპარაკობ, რა ვარ გავ. ხო, აეგა რა, რომ ანუ თან ჰიპ-ჰოპზე არის, თან მეტნაკლებად კომპეტენტური არის და თან ამას გოგო რო აკეთებს ძალიან მაგარი არის. ეს რა სექსიზმი იყო ამ ზამანში? სექსიზმი არის თუ იმიზმი არის, რა ვიცი, ჩემი აზრიზმი არის. საქართველოში კი არა, სექსიზმი რა შუაში, ანუ საქართველოში კი არა. ზოგადად ამ სფეროში იშვიათი არის ხოლმე რა, ქალი და თან ისეთი რომ აი რაღაც იმითი ტრაკზე რო არ აქვს აწყობილი კარიერა და მისასალმებელია რა. შემდეგი ბეთლების გექნება? ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შეიძლება სეზონზე გამოხვალ თუ იქნება, ანუ აქ თვითონ. დროის განმავლობაში რეებს დაემთხვევა, მაგას გააჩნია. თორე რატო არა რა? მე არა რაღაც ეგრე მარკეტინგულად არ ვალაგებ, რომ აი სექტემბერში ამას შვები და ოქტომბერში ამას შვებია. შენი და გოჩას პროექტი რაც იყო, ნამდვილი underground-ი, მაგას მართლა აპირებთ რომ განახორციელო? მაგას კი ვაპირებ, ოღონდ იმენა Fight Club-ი იქნება ეგ რა, არაფერი ბილეთები და არაფერი YouTube-ზე არ იქნება, პროსტა სადღაც ვიქირავებთ ბასეინიან ბაიტს, ჩვენი სასტავი შევიკრიბებით, ვინც წააგებს წიხს მისცემ ჩააგდებ ბასეინში, რა ვიცი, დავლებთ. ერთი სიტყვა PDD-ის ფარტიზე გვეპატიჟები. არა, უფრო დიდი, უფრო შუგნაიტის პარტი. ხო, მაგრამ რატო? რაღაც VIP პონტი იქნება უფრო Fight Club. წესი ნომერი პირველი რა არის?
ეგ რო Fight Club-ში რაც ხდება, Fight Club-ში რჩება, არაფერი YouTube-ი და დიჩი, წარმატებები პირველ რიგში შენს პროექტს და მაინტერესებს სეზონები თუ იქნება. ძალიან მინდა რომ სეზონები იყოს, ვიღებთ პილოტს, მინდა რომ გაამართლოს, მინდა რომ ხალხს შეუყვარდეს და თუ ეგ მოხდება, აუცილებლად სეზონს ჩავატარებთ. ეხლა დავანონსებ სეზონს, ავარჩევ არტისტებს და შევბერავთ რა, მაგრამ თქვენი გამოხმაურება ყველაზე მთავარია. გამოიწერეთ არხი, არა მარტო ჩემი ნათიასი პირველ რიგში. დაგვიდექით გვერდში და ჩვენ გაჩვენებთ შოუს, რომელიც უნდა იყოს რა. ყოველთვის ამ ბარში ჩატარდება ხოლმე თუ ხალხის რაოდენობის ზრდასთან ერთად სხვაგან გადახვალ. როგორც სიტუაცია მოითხოვს, თუ მოვა 2000 კაცი, ის ადგილზე ჩატარდება, სადაც 2000 კაცი დაეტევა. თუ მოვა 5, ჩავატარებთ იქ, სადაც 5 ადამიანი დაეტევა, მაგრამ მთავარია რომ ჩავატარებთ. და ის არტისტები როგორ აარჩიეთ, ვინც დღეს OG არტისტებს ხვდებიან და შეუძლიათ თუ არა სხვა დამწყებებს მონაწილეობა? მონაწილეობა აუცილებლად შეუძლიათ სხვა დამწყებებს. ეს არტისტები ავარჩიე პირადი შეხედულებით, იმიტომ რომ ჯერა რომ ძალიან ძლიერი ბიჭები არიან, ამას დაამტკიცებენ დღეს. ყველა შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, არ აქვს მნიშვნელობა OG-ა თუ New G. Welcome. New Young Mike-იც ჩვენთან არის, გვერდში არის პროექტის. მართლა ყველას ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ჟიურის წევრებს, ვინც ხართ. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ყველამ კარგად იცის ვინც ხართ და მაგიტომაც ვიძახი ეგრე. მოკლედ, იმედი მოქვს რომ ეს პროექტი ზუსტად იმ მოლოდინებს გაამართლებს, რაც ნამდვილ ჰიპ-ჰოპის მოყვარულებს აქვთ. That's all. Let's go. წარმატებები კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ აქ ხარ. რა სიძახი! არ გელოდებოდი საერთოდ. რატო გადაწყვიტე აკაპელებზე მოსვლა, როდესაც შენ BPM-ის კაცი ხარ? ჩემი ძმა კაცი ბეთლაობს, ტიჩი და მის საგულშემატკივრად მოვედი. შენ რამე თუ აკაპელაზე გამოსვლის სურვილი? მე მარტო BPM-ზე რა. და თვითონ ფინალზე რას ფიქრობ PvP-ს? ძალიან ძერს კი ფინალი მოიხოდა და რავი, Sky რა, Sky-ისკენ ვარ. გაიცანით დოკი, საბა, შენ ბეთლაობ ჯიუნასთან, ხო? მეტოკეზე რას გვეტყვი პირველ რიგში? მეტოკეზე ვიტყვი რომ აი ძალიან კარგი შოუმენია, მართლა შეუძლია მაგარი პერფორმანსი გააკეთოს, მაგრამ როგორც ასეთი ტიპური აკაპელა, მე როგორც მესმის და რაც არის, მგონია რომ მაგას მე უკეთესად ვაკეთებ. რამდენი წლის ხარ? 21-ის. შენი საყვარელი Battle MC ვინ არის ამ დრომდე? საქართველოში პელე უეჭველი. Battle-ზე სხვათა შორის მაგარი underrated-ია KG. პელესთან Battles ისურვებდი? სიმართლე ითხრა არა. იმიტომ კი არა რომ ეგეთი ძლიერია, პროსტა აი რაღაცნაირად სიმპათიები რო გაქვს აიდოლთან არ გინდა რომ ცოტა ნაკლები რო იყოს პელეზე სალაპარაკო, მაშინ მენდომებოდა რა და ახლა იმდენი რაღაცაა თემა რომ არ მომწონს უკვე ეგეთი ბეთლი რა. მაშინ უნდა შევთანხმდეთ რომ მარტო ტექნიკაზე გავუშვათ. ეგრე მინდა. კიდე თუ გიხილავთ ბეთლებზე ამ ბეთლის გარდა რაც დღეს იქნება? ძალიან არის დამოკიდებული ამ პერფორმანსზე რა. თუ ის ტექსტი რაც დავწერე ისე წავიკითხე როგორც მინდა, მაშინ ყოველთვის მიხილავ. თუ არა და უბრალოდ არ ყოფილა ჩემთვის. კონკრეტულად აკაპელაზე გინდა გამოსვლა თუ BPM-იც შენია? არა, ზუსტად აკაპელა 7 წელია რა ყოველ კვირა აკაპელაზე ვატარებთ underground-ში, მე კი, ანუ აკაპელა არის ყველაფერი. რატო არ ვიცოდით შენზე ამდენ ხანს? იმიტომ რომ mainstream-ზე არ ყოფილვარ და რავი სეზონი არ ჩაატარა PvP ველოდებოდი წლებიდან. სეზონს ველოდებოდი, არ იყო სეზონი აკაპელაზე, ახლა არის და ვატარე. სხვა პროექტებშიც რო იყოს აკაპელა იქაც გამოხვალ? კი, სადაც მომცემენ ბეთლს ყველგან გამოვა. დივაინთან ფიტს ვაპირებ ახლა. სტრუქტურები მიყვარს, აი ძალიან, როგორ გითხრა, აი მონოპოლიაზე რაც ქონდა პელეს გაკეთებული დავუშვათ და ეს დასეთაფებული რაღაცა. ძალიან ბევრი wordplay მექნება პირველ რაუნდში განსაკუთრებით რა. ძალიან მაინტერესებს წარმატებები და იმედია კიდე გიხილავთ. აკაპელა მოგენატრა, ნამდვილი ძალიან მომენატრა. შენ ხوار გამოხვალ? შეიძლება. ჭინჭინ ფულმა უნდა დარეგოს, დალა ეს ხო გიყვარს შენ ისედაც? მეა, პერამი მიყვარს. მაგრამ ცოტა დროა. დროფულია ხო? შეიძლება მასაც ითქვას. შენ თვითონ თქვი ეგ წინაზე. დროფულია. ხო, მაგარი ვარ. მე ვასებავ ყველაზე რო ვარ მე და ასწორებს მაგრამ. ექსკლუზივი ინფო გაგვიჩითე. კოკლიანი გავსემპლე ჩემი შემდეგი სინგლისთვის. რომელი ტრეკიდან? ჰარუტას რეპრეზენტიდან. ქალა ორად. გაიგოს და ბოლოს წვიმამ რო გადაიღოს. ეგ ლაინებია და ეგ ამოუჭერის ქალაქმა გაიგოს ფული დაიდოს. გადაღება მინდა რაღაცა კლიპის იქით აქით რაღაცა ეხა სცენარს წერდა. მალევე რა არ ვიცი რა ტრეკი მზადა ასე ვთქვათ რა. BPM-ი ანუ მაგ თერმინს უნდა მოვწყდეთ რა. რუსებმა გააკეთეს BPM battle და იმის მერე ყველაფერსაც ბიტზე ვბაზრობთ და ერქვა BPM-ი და მოდი მაგას მოვეშვათ. Rap battle თუ არის მე აკაპელა მირჩევნია ყოველთვის. ერთი მარტივი მიზეზის გამო. ნებისმიერ ბას ბიტზე ატარებე რა, let it slide და ეგ არ მევასება რომ ვითომ ის არის რა ქვია. ბიტზეა და რაღაცა თუ თქვა არა უშავს რა ბიტში კარგად ჟღერდა და აკაპელაში რაღაცა სიტყვი და შიქ ხო გააჯვექდა და აი ეგ დუხი უნდა დაბრუნდეს რა. სიტყვებს მნიშვნელობა უნდა მივცეთ.
ყველგან და ყოველთვის. ინგლისური პანჩლაინებიდან და ამერიკული პანჩლაინებიდან ის მეოსება. ოქსი მეოსება. ხო, ოქსი რო დიზასტერს ებათლავებოდა, მაიკი თავის გადაცემაში ბაზრობდა მაგ ბატლზე და ხო წლების წინ იყო და ხელახლა უყურე და აი რაღაც გადაობები დავიჭირე ხელახლა. დიზასტერი ებაზრება რუსულად ოქსის. საზიზღრობებს ეუბნება და შე ვერ ვიტყვი იმენ და ოქსიმირონის და დიზასტერის ბატლი ნახეთ და დიზასტერი რუსულად რო ეუბნება ტიპს რაღაცეებს, აი იმენა საზიზღრობა. ვერ გაიმეორებ, კაცი ისეთი რაღაცეებია ნათქვამი. შენი ტრეკებიდან? რა, ჩემი ტრეკებიდან. რომელს გამარჯვე? რავი, ორი მაგან ერთიან. არა, ეხლა მართლა ბევრი დამიგროვდა. იმ დღეს იმენა ვითვრიდი რა, რამდენი ტრეკის დემო რამდენი მაქვს რა ესე. ვერსი მისამღერის პონჩი დალაგებული და სადღაც 10-მდე ავედი და იმათიდან რეალურად 6-7-ის დადებას უეჭველი ვაპირებ და იმ დანარჩენებს რაღაცა რესაიკლინგი ჭირდება, რაღაცა რეორგანიზირება, ასე ვთქვათ რა. იქ კაი რაღაცეები მაქვს. 1-2 კაი იმენე. მე თვითონ რომ მისწორდება ისეთი რაღაცეები მაქვს და თუ გინდა ექსკლუზიურად განახებ. აბა რას ფიქრობ დღევანდელ ბეთლებზე? ვისკენ ხარ შენ? ვინ მოგწონს ყველაზე მეტად? როგორ ახერხებ რომ ყველასთან ფოტოს იღებ? ყველაზე ცნობილი შენ ხარ ჩვენ შორის რო იცოდე. ხალხო იასავისფერი გულები დაუწერეთ. მოგენათ რა აკაპელები? პირველად ვარ ახლა აკაპელაზე, მაგრამ მაინტერესებს. ისე ჰომო მენატრა რა თქმა უნდა. თან პირველად რო ვარ აკაპელაზე და ეგრევე პელეს აკაპელაზე რაღაც არსებობს. შენ ხო არ გამოხვიდოდი რო რამე აკაპელებზე? კი, როგორ არა, აკაპელით შემიყვარდა ბეთლი. თუ აკაპელებით, თუ აკაპელათი. რო რამე გამოვაუეჭველი. არო, mama flex. პელესთან გექნებოდა ბეთლი? კი. ოპა. გაშვებია, რამდენი ხანი არ მინახე. ეს სტატუები რო დაიხატე რა იღო? ნახე ბიჭო, რა ტატუა? ეს თესლობა არის ახო. გამიწევ. მეინტერესებს რატო დაიხატე? რატო ეგალბომი რა რატო და მაგარი წელი იყო. არ გქონდა ტატუები არასდროს, რატო გადაიხატე? ზოგადად ტატუები რატო დავიხატე, რა ვიცი. აი გადაიჯვა. იცი. მე არ მაქვს. აი ყოჩო, მიბაძეთ მაინც. არ შენ არ გაქვს? არა. ეს ნაკლეიკებს იკრავს ხოლმე. მე ვიკრავ ხოლმე ხო? აუ რა გინდა ჩემ ტატუსთან, რა მნიშვნელობა? რომელ წელს გამოვიდა აბა ეგ ალბომი თუ იცი? 1999-ში. საღო? რომელია შენი საყვარელი ტრეკი? Forget about Dre. რუსი დაწერილი არის? Eminem's და Dre და Snoop Dogg's. რა Eminem's ბიჭო? Forget about Dre არის Eminem's. Forget about Dre ხო? Still D არის ვისი დაწერილია? ოპა, Jay-Z-ს ხო? კი. და Eminem არის მარტო. ხო. ავად არ ახსოვდა ხო? ხო, The Message ვისი დაწერილია? აუ, არ ვიცი. Royce და 5-9-ის. ტიპებს მეტი საერთო არ აქვთ. Eminem-ზე ლაპარაკობენ მთელი დღე. Eminem ცოტაა? ივა, შენ არ მინახე. ტერეჩე. კოპლიანი აქ ხარ? დიჩი, ტელეფონში რო ჩავიწერო რაღაცა ხო შეიძლება? რო დამავიწყდება ხო ვიცი. მაგარი სკლეროზიანი. არა ვერ არანაირად ეს ხო არ ვიგებ. რატომ ყავს? ანუ ამ კადრებს ატო იქ. აი ეს მეოსება იქ ხა? ჩემი ბლოგი. ხომ არა? რატო? არაფერი არ ხდება. ხო იქე მოხდეს თუ დამაცდი. რანაირი სტრატეგია. სტრატეგია აღმაშენებელი. აი ის ისტორია იცი საერთოდ მე ცოტა ხნის წინ გავიგე რა. ეს თამაშის დროს რო ყოველთვის წინ აჭერ. ანუ რეალურად აღმაშენებელმა რა სტრატეგია. ხო. გააკეთა, ეგ არ ვიცოდი მე რა, ჩემ და სამართლად. და რა გამოვშტერდი რომ გავიგე. რომელ სტრატეგიაზე ბაზრობ? გიდგორის ბრძოლის. ყველაზე სეპირადაც. გამოვშტერდი. შავში იცი რამდენი ხალიფათი იყო ჩართული? ანუ ხალიფები შეიკრიბნენ და თვითონ ყავდა თავის თავარსარდალი რა. აი ჩათვალე ელის მუსულმანური სახელმწიფოს ყველაზე მაგარი თავარსარდლები იყვნენ ერთად და ერთმა კაცმა იმენა აუ ბიჭო ხარაკირი უკნა. გენიალურია რა და შენ რომ აქედან რაღაცა სადღაც რაღაც კავშირი გვაქვს. სამხედრო ისტორიაში ვიცი რომ ისწავლება ერთ-ერთი როგორც ყველაზე ეპიკური. ხო, აი მე ეპიკურია. მიდაებს გეგმავთ აკაპელას. რას არ მისმენდი ბი? ჰა? მიდაებს გეგმავთ აკაპელას. ეხა გადაწყვიტეთ?
ეგ შეიძლება პლუსიც ყოფილიყო, შეიძლება მინუსიც ყოფილიყო. ხო, მაგრამ ამან მოატრიალა რა. კი, კაცო. ეს ჰაიპზე იყო და შედგა. მწარე პანჩლაინები და შედგა და იასნია ხა მე როგორც სმენელი იასნია, მაგრამ ისწორდება რომ რა უთხრა, მაგრამ იმან რა გააძრო, ხალი რაღაცა თავში. ხო. უბრალოდ როცა ვრეპავ, ტყვია არის პირველი რაც მოგდი თავში რა. ბიჭო, ეგრევე მეთქი ტყვია დავიყვინებ და იქიდან უნდა წამოსულიყო ეგრევე. ირაქუნება თავში არ მომისმენია აქამდე. ძალიან კრეატიული. დავსილობდი რომ სერიოზული სახევი მიღო რა. ნეიტრალზე. ფანჩად ხალხი ხო გაიგო, მაგრამ ხალხია იყოლია, მაგრამ კი. ეგ იცი რა რთულია. ემოციურად ნეიტრალის იყო ძალიან ეს. როგორ იყო ეგ? შენთვის ონლაინში ყობა. ავტომატიკა, ამიტომ ვერავის ხვდები ნეიტრალურზე. იქნებ პენტიუმს არ მაქვს მეხსიერება. იქნებ პენტიუმს არ მაქვს მეხსიერება, რამით დამეხმარე. კომპიუტერის გარწყმაში არ ვარ, ქუჩაში რო შემხვდაც ვერ ვიცი. ხო, მაგრამ რატო? რამე ისეთი თემა რამე არცებობს რა. როგორ მოგეწონა პირველი ბეთლი? მე ვიცოდი ეგ ბეთლი როგორიც იქნებოდა და მომეწონა და როგორც მოვედი ისეთი იყო ზუსტად. რატო იცოდი? იმიტომ რომ ვიცნობ მაგ ორ ადამიანს და სტიჩი იმდენად მოსმენილი არ მქონდა, მაგრამ დოკის რაც ვიცი, აი აი რა სიძახი. საშინო მე მგონია რომ ფურცელს ჯერ არ ჩაუტარები არაფერი, მაგრამ ფურცელზე საქართველოში საუკეთესოა და მაგას ნახავ ბეთლი რო დაიდება. შენ ხო არ გამოდიხარ როდესმე? აკაპელაზე გამოვიდოდი ტექსტის დამახსოვრება რო არ იყოს ძალიან რთული. ივარჯიში არა უშავს. გამოდი რა. და BPM-ზეც მეზარება ეხა უკვე რაღაცნაირად. თვითონ ბეთლი აღარ მინდა და რაღაც ის, მაგრამ ტრეკები კაია, კი, ძალიან აქტიურობ ტრეკებში ხო. ბოლო ტრეკი ჩვენ ლაივ გვექნება 27-ში დედაინაბარში. ხო, მოდით ყველა. გუშინ წინ ჩავწერე რაღაც ტრეკი. ეგ არის ჩემი მაქსიმუმი არა, მაგრამ უკვე რაც მინდებს მაგათ შორის საუკეთესო. ძალიან საბავშვოა. აუ, მანახე რა მერე. ეხა ვიხტი ბარს და ბინდი თავს არ მაფარია, რიდი მაქვს და მიიზი დავს, რაც იზი გაქვს, იხტი ვალს და იხტი თავს ავად. ამა დავანახე მისტიკას, ბიჭი გიხსნი რას მე გიხსნი კანს თუ ხვიშჩიკას, შეეხები ვიცი ვინ ბრიდავს, ვინ გიყვარს, გამეტებით ვისთვის თავს, გაწირავ შენ საქციელი ძვირს გიგავს, ვარ დიდი ბისტი, ვიცი ხისტი ხასიათი დავანახო ყველა სამდემში. ხალხო რა, სტრუქტურები და დაბლრაიმი, ანუ ყველაფერს ურითმავს ტიპი. უჩვენ. აი გაჩემი მიზანი რა, რითმებში საუკეთესო მინდა საქართველოში ვიყო და ლაინებში. და ესეთ მცირე დროში რომ უკვე იქამდე მიხვედი რომ უკვე შეიძლება ითქვას რომ მან ხარ ტოპებში, ანუ ბრავო. საფხუში დავიწყე რეპის წერა. აბა, შენ საყვარელი MC ვინ არის? ზოგადად ბოლო დროს GID-ს უსმენ. ტექნიკურია, ძალიან ტექნიკურია. ჩემი мотиваცია იყო ეგ რო გამერება რა. მაგის ეგროს უსმენდი ზაფხულში და მაგის მერე და ბანი სხვათა შორის, ბანი იმპოჩი რომ мотиваცია მომცა, პატარა MC ყარ რო გამოვიდა, იყო 17 წელს თუ რაღაც და მე ზუსტად ეგ ასაკი მქონდა და მეც რაღაცეების დამტკიცება მინდოდა და ბანიმ რო შეძლო მეც ვიზავ რა. ხო და ბეთლობსაც გელოდებით უეჭველი. შესარჩევი დავდა ისეთი სიკიჟე და არ მიყვანეს და უმეტი რა გაგა. ანუ სხვა პროექტებზე ვამბობ მარტო პიპის. შეიძლება. დისი ბევრად მარტივი საწერია ვიდრე სხვა რამე და დისში უფრო კრეატიულიც შეგიძლია იყო ვიდრე სხვა თემაში და სამ რაუნდს რო ვერ იზეპირებენ ვიღაცები, მე სამ რაუნდს კი არა, სანამ ვებეთლავები იმეს ალბათ 15 რაუნდს მოვამზადებ და სამს გამოვიდა. ხალხს რო შევუყვარდი ეგ მეც არ მისწორდება და ყველაფერს გავაკეთებ რომ კიდე გაგისწოროთ მეგობრებს ყველას. გულები გავუსპავოთ. Let's go. Hello, ნახავთ. მოკლედ, პირველი მინდა იცი. აუ, ეგრე შევთავაზოთ. რო, შენ? კი ბატონო. პირველი რაუნდი. სპოილერი არ არის, ეგ არ არის დადასტურებული ინფორმაცია. მე არ პირველად გავიგე. მე ერთი რაღაც მიხარია ამ ეტაპზე რომ მართლა გულწრფელია რა. რომ მე არანაირი გადაწყვეტის პონჩი არა ვარ და როგორც გინდათ ისეც მეგო ბიორში ეს ჩემი ოცნება ახლა პირველად ხიში ხარ თქვენ. რადგან წესები ასეთი არის მიგური წესებს ემოციები თუ დაგჭა, თუ არ გამოიფიტე გითხარი, როგორი კმაყოფილი ხარ. ძალიან კმაყოფილი და ახთოვანებული ვარ. ყველაზე მეტად განსაკუთრებით ორივე ნიუქამერი. ხო. დოკი არის დოკი. მაგის ალბომია ეს.
ოჩა მოგინდა გამოსვლა შენც? ეს უმინდოდა. ეხა უფრო ხო მოგინდა? კი, რა თქმა უნდა. ვის შეხვდებოდი ამ ორისგან? არა, ნუ ამ პროექტში ჯერ წონიანი მუქარა არ მაქვს. ჯერ უნდა გამოვიდე მე. რომელი ფანჩი მოგეწონა ყველაზე მეტად? აუ, რავი, ძალიან ბევრი, აი მოვკვდის იცი. ხო. სტიჩი არის ანუ სტიჩიზე შეიძლება ძალიან ბევრი იცნო, იმიტომ რომ ძალიან ირონიულია და კი. ერთადერთი რაც შესაძლებელია ჩემი აზრით არის delivery, ანუ გადმოცემა რა. ტელეფონ მთელი იმით შესულია, რაცაც ხოშობა და სამივე რაუნდი ლექსივით მოყვა, მაგრამ ყოველ შემო ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო და მაგრად გამოსწორდა ორივე ნიუკამერი. და ჯამში 4 იყო. მაგარი იყო რა, მაგარი თაობა მოდის. ხო არ დაფიქრდი გამოსვლაზე? არა, პირიქით გადავ. რა პირი? აღარ ვარ, მეგონა რომ საჭირო ვიყავით. ახალი თაობა შენ გარეშეც მოვა. შენ გარეშე. ყველაზე მეტად რომელი ფანჩი მოგეწონა თუ გახსოვს? ძალიან ბევრი იყო, ძალიან კაი. პირველად თავიდან კამიმ რო გააზრო, უცებ რაღაც სხვანაირი კამი რო გაიჩი და მაგაზე ვიკაიფე. პივიპიზე რა. პანჩლაინები, ძალიან ბევრი პანჩლაინი რო გააზრო უცებ. და ეხლა ამათმა ვაფშე პონტი შებერეს და პანჩლაინები ისი რა არის? სადღაც მე პონტი გაწუხდე. გაწუხდეს ჯანდაბას. ხო, გაწუხდეს. გვიდა. არა, ის არის რომ ეხა ხო არ არის გაწუხებული. მე მინდა რომ ისინი შეხვდნენ ახლა. აი ესენი ვიცი. ერთმანეთს კი. აი ეს იყო ის რასაც ელოდი ხო? ბეცლის მე ნანახი აქვს ბეცლი უკვე ბეცლები რო ვთქვი რომ იტოქში ბეთლებს და აქ მოთყნული თქო ბოლომდე არ ქონია იტოქში რა. კი არა პირიქით რაღაცები იქოქება. დიჩი როგორც მეუბნებოდა და ბანი რო აი ტიპებიო რაღაც ბაითებს ქირაობენ და იქ ბეცვალობენო და რაღაცა ან დარწმუნებული ვიყავი რომ იცოდნენ რა. იღვეჭელი ვიცოდი რომ რაღაცის აზრზე იყვნენ. გაგიჟდი. მე ცხოვრებაში ერთხელ უნდა გთხოვო რომ თავით ამანებო. მე ნაი ხო არასდროს არ ვითხოვია. მოკლედ ხმა აღარ მაქვს, ტვინი ამიფეთქდა, ლაპარაკის თავიც არ მაქვს, ძალიან დავიღალეთ, გამოვიფიტეთ. ინტელექტუალური წვა მიმდინარეობდა მთელი საღამოს განმავლობაში. ყველა გათიშულები ვართ. ბარი სიტყვა, ბარი მეზიზღვა, ბარიც და ბარიც. ძალიან კარგი იყო. აი ეს არის, რასაც ველოდებოდი ამდენი წელი და აი ნამდვილად ღირდა ლოდინად და აკაპელები ყოფილა თუ რაც ყოფილა, ოღონდ დღევანდელი აპდეიტით. ამას არ ველოდებოდი. ამას მართლა არ ველოდებოდი. იმედია თქვენც ისიამოვნეთ, თუ არ გინახავთ ჯერ კიდე ეს ბეთლები გადადით, უყურეთ და ამ ვიდეოს დალაიქება და ჩემი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. გამოიწერეთ ენაისის არხი, დააფოლოვეთ ენაისი და უგულშემატკივრეთ მის ყველა ნაბიჯს ცხოვრებისეულ და პროფესიულ გზაზე. ეს გოგონა ყოველთვის იმსახურებს. და მე ვარ გურული. არა მეგრელიძე. ვარ მეგრელიძე. ხო, მაგარი. მამაირი გურულია და მეგრელიძე რო. დავიმახსოვრებ მოგოს. წინასწარ ვერ დაგეკმავხეს. რა უნდა გაგდებე? დამჩაგრავენ ესენი სამი მამრი. ხორავისა და უჩაგრი ხარ. თამაშობდი ფანტასტიკურად, ხო? პირველივეს ამას ყავდით. ხო. ქალია და მოუკავთ, ქალია და მოუკავთ. მე გადავიღო? ო, მიდი. ცე ვიღებ. ახლოს? ესე კაია? აუწიო? რატომ დააგვიანა ბანი? არა, ხოლმე რომ დაეგვიანებინა, იმიტომ რომ მეც ვაგვიანებ. და მარტო არ ვიდოდა ყოფილი. ახლა არ მიგულისხმე რომ ამდენი დაეგვიანებინა, ესე რომ შესრულებულში არ მიწევს. კაი და მაგის გამო ვინ არის პირველი გადრების მესი? კაი კითხვა. ამასაც ვერ იტყვე. ამასაც ვერ იტყვე. ბაბადე. ვიღებ. რამდენი ხადა? ასე არა, ეს სამი კითხვა დაუშვი თან ვეღარ ხადა. ხო, მიაწოდი ამას. მიაჩეჩე არ ფსხის. დაუსვა თუ არ დაუსვა? ბანი. ნაცია მე ეს რაღაცა მაგრა ათრობს შეწოს. ორი დავნი მაგრა დავწეს. Slim Shady. I'm back. სულ ადამიანია ცუს გარემო შენ აგონია ცებულში მიგამებო დაკმა დამიყვარს ჩემი კითხაურა თავარი არის 700 და 600 არის
ოზი ოსბორნი მაგას. არ ვიცოდი თუ არ შეიძლებოდა. ამან ლაივზე ღამურა შეჭამა. ოზი ოსბორნი ამოზიმანა. Pants dress. Hey, facts. The answer is yes. Homophobic? Nah, he just heterophobic. Staring on my jeans. Watching my genitals vulgar. That's my motherfucking balls. You better let go 'em. They belong in my scrotum. Never go hold 'em. Hey, it's me, Versace. Oops, somebody shot me. I was just checking the mail. Get it? Checking the mail. How many wreck you expected to sell up there a second now? Piece and directed to jail. Come on, relax, guy. I like gay men, right, Ken? Give me an amen. Amen. Please, Lord, this boy needs Jesus. Cream, get the money. Dollar bill, yo. I grew up in a... დაანებეთ ბავშვ თავი წამოდი შენ. კიდე რა კითხავს სომე მე პირზე ვარ მიცოური. სუპერ მე საბულპერე კაცი ყო. კაია, ჩან ვარ მანათებს. მას მე დამიჭირე. კაია ხო? ავსტოპე. შუმად. ახლა გამეცინე. გამარჯობა. სალო. აუ ვიცოდი, მოკლა. გამარჯობა, დღეს მივდივართ. რაიმს ენრუც. ხო. გამარჯობა, დღეს მივდივართ. გამარჯობა, ახლა მივდივართ Rhymes and Reason. Rhyme and Reason. Flow magazine. Reason არა. ეგ ადრე გადაცემა იყო, Rhymes and Reason. გადაცემა იყო ადრე, ვიცი, მახსოვს. მე უბრალოდ ვაჰა როგორ ახართ მას მე მაინც რეპერი გამოვედი ბოლოს აჩი გიყვარს ეს მაგი კედაცოი აი ყოველთვის ამ ბარში ჩატარდება ხოლმე თუ ხალხის რაოდენობის გაზრდასთან ერთად მე მინდა თქვა რომ გილოცავთ იმას რომ აუ ტვინში ჩაუშდა ტიპი შეხედე რა იშმაკია არ შედის ისე მანქანების კაი მოდი შენ გამიადვილებ და დაიჭირე ხო ახლოს მიიტანე უფრო всё მე გადავები არა ბუმერი ხარ და რა გავაკეთო რა ჩანტაბა ეგ ბუმერი ეგ ეს არის სიგურე ბუმერი ვიცი BMW რა ჩორნი ბუმერი სტრუქტურა დემო აი ბუმერმა ჩაიარა რა უნდა გამოვიდეს უკვე იცი ხო წინასწარ პროგრამისტი პროგრამისტი ფული სადასტრიალებს უეჭველი ясნია რომ ფამიკოს სპორტული მანქანები უყიდოს პენსიაზე რა ხდება ეხა აუჩე თო მანათებს რენდომი რა ვქნა შენ მაგი მანქანა რომ მeiყვანე მაგი კითხვა საიდან დაგებე და საიდან გამომდინარე დაჯექი დაჯექი სტორი ნახე არა დაჯექი ოპა ძმა აუ რა ჩაია ჩოუარა ქორივით ეზე მიყვანე ჩემიაღმა ფრენ ეგ იმის მითია და ბასტავა იმს არა რი ეგ არ ვიცი მაგრამ მაგ ალბომში რა შუაშია აი წავედი მაგის თქმას ვწიო აუ ესე გავაგზავნოთ მე რა კაი wait part 2 coming soon ხაში მიჭირავს იბარ და მოვდივარ როგორც სუპერმენი ამ თავი დავანები მეზარე ბაბა Всё. Кай. Всё. Блупери? Ცოტა აუტისტი ხარ და დღეს არ იქნება ბლუპერი. გამიგებს მე ჩემი მსმენელი და მაყურებელი. რაღაცა უნდა იყოს ყველა ვლოგში. შენ ხო მითხარი მოვიფიქროთო. ყველა ვლოგში რაღაც უნდა იყოს. კი თქვი და მე რო დაუწყე Netflix-ა ხო? Netflix-ას რო დაუწყე დევნა მე. ორჯერ გაქ ნანახი ეგ ვლოგი ვისატყუებ რა არ გახსოვს. აი მე მოვიფიქრე პროცესშია. ეხლა მაგარი ნასვამი ვარ. შოქში ხარ ხო? შოქში ხარ ხო?